მოკლედ მე და ქალბატონი კეკე ვიწყებთ ვიდეოების ციკლს, რომელსაც ქვია კეკეს გაკვეთილები და პირველი გვინდა ერთად კეკეს გაკვეთილები ჩავწეროთ, რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ეკრანს. მე არ ვარ არც პედიატრი, არც ნეიროფსიქოლოგი, მაგრამ რაღაც ზოგადი ცოდნა მეც და მარიამსაც ჩამოგვიყალიბდა ამდენი ხნის განმავლობაში და ამბობენ, რომ 5 ძირითადი მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ეკრანის სამყარო არის ორ განზომილებიანი, ჩვენი სამიანი და როცა ბავშვი ეჩვევა ეკრანს, იქნება ეს ტელევიზორი თუ იქნება ეს მობილური ტელეფონი, მერე ძალიან უჭირს ჩვეულებრივ ცოცხალ სამყაროში ცხოვრება და ამას ეძახიან ვიდეოს დეფიციტს, რომელიც ძალიან გამოხატულად აქვს ხოლმე ბავშვებს. მეორე არის მეტყველების დაყოვნების გამოწვევა, რომელიც ხშირია ხოლმე იმ მრავალ მიზეზის გამო, რომ მეტყველების განვითარება სჭირდება ორმხრივი კომუნიკაცია, კეკე დაგვეთანხმება, ჩართულობა, მიმიკების გამოყენება, პასუხი, როგორც წესი ამას ეკრანისგან ვერ იღებს და ამბობენ ხოლმე, რომ 30 წუთი დამატებითი, რომელსაც ეკრანთან ატარებს ბავშვი, საგრძნობლად ზრდის მეტყველების შეფერხების რისკს. ყურადღების კონცენტრაცია არის ერთ-ერთი ძირითადი ამბავი, რახანაც ის სამყარო არის ძალიან სწრაფი, განსაკუთრებით ეს არის TikTok-ი, Instagram-ი, ან თუნდაც ანიმაციები, რომელთა კადრები სწრაფად იცვლება, ბავშვი ცხოვრებაშიც იგივე სითხოვს და რეალურად მის ზედმეტ აგზნებადობას იწვევს. კიდე არის ბუნებრივია სოციალური უნარების განვითარების პრობლემა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩართულობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ერთმანეთთან კომუნიკაცია, ემოციები და ეს როგორც წესი ეკრანიდან ძნელად ხორციელდება ხოლმე, ასევე არის ძილისა და ფიზიკური განვითარების ფაზების დარღვევა, მოტორიკულად ბავშვი ძნელად ვითარდება, ეს უნდა ხოხავდეს, თუნდაც წიგნს ეხებოდეს, ფურცლავდეს, ხევდეს, საცასუბედურებას ბჭყალებში აკეთებდეს და შესაბამისად ამ თვალსაზრისით იზრდებოდეს და ამავდროულად ბუნებრივია ძილთან დაკავშირებით ქმნის ეს ყველაფერი პრობლემას, იმიტომ რომ ეკრანის ცისფერი სინათლე, ეგრეთ წოდებული მელატონინის გამომუშავებას უშლის მერე ხელს და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია სარალდებით. ხო, ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, ვიდეო ზარებს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით არის და შეიძლება იქიდან დაინახოს ახლობელი ადამიანი და კიდე ახლა 2-3 წამით ეკრანზე თვალის შევლებასაც არ ეხება, რა თქმა უნდა, ამას დაგვიდასტურებს ქალბატონი კეკე, რომელთან ერთადაც ძალიან მალე მომდევნო გაკვეთილით დაგიბრუნდებით.